იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდი და პერსონალურად ჩვენს გიკავშირდებათ მთელი ის აქტივიზმი, მის დიდი ნაწილი, რაც უკავშირდებოდა უფრო მეტად მარიხუანას, მაგრამ ზოგადად ხედვის ცვლილებას ნარკოტიკების მიმართულებით. მოდი ჯერ დავიწყოთ ამ ბოლო ამბების შეფასებით, რაც ხდება, ხო ეს გაჩერებები, გადაყვანები. რა ამბავია ეს, რას ემსახურება? რა ის რო კვლევებში აგდეს რომ ადამიანის დიდი ნაწილს ეს ნარკოტიკები აწუხებს და ერთ-ერთი თავად პრობლემად არის ხოლმე დასახული ტერიტორიული მთლიანობა არ ადარდებთ ისე როგორც ეს საკითხი ამას ხელისუფლება მე ყოველთვის მაშინ იყენებს როცა ფიქრობს რომ რაღაცნაირი კრიზისი აქვს და ჩვენიც რაც ვიცით ხოლმე რომ ვალითად არჩევნების წინ იციან ხოლმე შევარდნები დაჭერები და ასე შემდგომ და ეხლა რაღაცნაირად თუ აქამდე ცემატყეპა იყო ძირითადი ბერკეტი რომელსაც ამოიწყებდნენ ამ სიწყნარი დროს უცბად ატეხავდნენ ეხლა დაიწყეს ამაღ გადამოწმებით ადამიანების დაშინება და მასზე ზეწოლა. ზოგადად მარიხუანასთან დაკავშირებით გირჩი ძალიან ბევრს საუბრობდა, იმიტომ რომ გვესმოდა რომ თავარი პრობლემა იყო ადამიანების თავებში დანახული ცუდად ეს პრობლემა, რის გამოც მე ყველა ხელისუფალი არ მარტო ხელისუფალი პოლიტიკოსები ზოგადად ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც მე ამ თემით ძალიან პოპულისტობენ და როცა შენ ამ თემას დასახავ როგორც დანაშაულს და დამნაშავეს, მე დამნაშავესთან კომუნიცირებ შენ პოლიციით, როცა პოლიციას აქვს უფლება შენ ცხოვრებაში ესე შიგნით და ახლოს შემოვიდეს, მე სახელმწიფო და ბერად მეტად ძლიერდება. სამწუხაროდ მე რაღაც ეპიზოდში გირჩი გაიშვა ამ საკითხზე ესეთი აქტიური აღარ იყო, გადავიდა მეტად სხვა არსებულ პოლიტიკურ ტიპის თემებზე და აღარ დარჩა პოლიტიკაში ჩემი აზრით ესეთი პარტია, რომელსაც ამაზე კაფეოთ საუბარს დაიწყებდა და ეხლა არასათაურობები და ყველა სხვადასხვა თემებზე მომუშავე ჯგუფები ძირითადად ეხლა ვართ გადარჩენის რეჟიმში გადასულების სრულიად სხვა საკითხებზე. ამ მარიხუანაზე საუბრობთ ხოლმე მე არ დამავიწყდება მაშინ მიწვია ცხოვრებაში პირველად ტელეკომპანია იმედმა და ჩემთან ბევრი ადამიანი იყო რა გადაცემაში ფორმატი ეგეთი იყო და ყველა იქ ამტკიცებდა რა კარგი არის მოსაწევი. იმიტომ რომ იქიდან დაახლოებით რამოდენიმე კვირაში შემოქონათ კანონი, რითაც ბიძინა ივანიშვილი აპირებდა მოსაწევით ბიზნესის გაკეთებას. იქ მოწვეული მღვდელი, რომელიც ამტკიცებდა რომ კიბოშველის და ამან გადაარჩინა, იქ იყო მოწვეული მსახიობი, რომელიც ამტკიცებდა რომ მის გარეშე როლში ვერ შედის მუსიკოსი, რომელიც ამოდარა მოსაწევის გარეშე მუსიკას ვერ დაწერს და ისეთი ტიპის არგუმენტი რომ გადასარევია კი არა, არამედ ამის გამო ადამიანი არ დავიჭიროთ, ეგეც მარტო მე ვამბობ თორე იქ ხება დიდება მიდიოდა გადაარჩენს ეკონომიკაში ამდენი ფული შემოვა და ასე შემდგომ და მე იყო ის რომ სალმაზურაბიშვილის არჩევნები იყო, ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რა შედეგი წუხდა. მე ამ იყო პოლიტიკურ კრიზისში, იქ იყო მე საპატრიარქო და საპატრიარქომ ეს თემა წააყენინა და გამოივაჭრა, რომ უნდა ჩაჩეხილიყო და იმ დღის მერე ეს საკითხი ჩაიჩეხა, ის გადაცემაც კი ლაივში აღარ გაუშვეს, ეთერში აღარ ადამიანები შეწუხდნენ, იმდენ კი ის 4 ანრი ჯოხაძის 4-ზე ახლა ხო ბოლო წერილი ბიზნესის ხუჯიუტიკაცია და ბოლო წერილი რაც გამოაქვეყნა ერთ-ერთი რა აი წელს არა შარშან იყო ეს წერილი როცა ამ კრედიტ სუისის საქმეებზე ლაპარაკობდა იქ დიდი წერილი იყო და იქ ერთ-ერთი პასაჟი იყო რომ მე კიო ვემხრობოდიო ამასო მე მიმაჩნდა რომ ეს ფული შემოსავლის წყარო იყო მაგრამ გავითვალისწინო ხა საზოგადოების პოზიციაო მე დღესაც ასე მგონიაო ისიცავდა თავის პოზიციას უბრალოდ მე რაღაცნაირად უნდა ვაღიაროთ რა მოხდა ხო ჯერ საკონსტიტუციო მიიღო უცნაურად ესეთი გადაწყვეტილება მარიხუანასთან დაკავშირებით და მე გამოჩნდა რომ ხო თუმცა ბიზნეს ჭირდებოდა ეს ოღონდ იქაც პრობლემური რა იყო რომ ჩვეულებრივ ადამიანს კი არ უნდა ქონოდა მარიხუანას გაზრდის უფლება არა უნდა ყოფილიყო პლანტაცია მარტო იმას უნდა ქონოდა მარიხუანას გაზრდის უფლება ეგ იყო საოცარი ნაწილი ანუ მაგრამ მოდი ხა დღევანდელ დღეს დავუბრუნდეთ ხა ჩვენ რაღაცნაირად მარიხუანაზე ვლაპარაკობთ მაგრამ არის კიდევ უფრო ძიმე შრეები ხო და რეალურად ეს არის პრობლემა მოდი აი მე არ მინდა რომ ისე გამოგვივიდეს რომ უარყოფთ ამ პრობლემის არსებობას ის რომ ადამიანებს ეს აწუხებთ ეს არ არის თითიდან გამოწვეული რომ ეს არ არის ადამიანებს აწუხებთ რა ის კარად ზოგადად კი არ აწუხებთ აწუხებთ მათთვის ძვირფასი ადამიანების ბედი და ასეთი ადამიანები სოციალურად გამრავლდა ხო და ეს არის სოციალური პრობლემა როგორ უყურებ ამ ნაწილს ჯერ უნდა გვესწროს რომ ჩვენ ნაცადი გაყოლენარი ტიპის კაცრი ნარკოპოლიტიკა რაც შეიძლება ყოფილიყო სიმკაცე რომ შოლოდეს იმაზე დიდი გამოცდილება რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანას კონდეს ეგეთი არ არის რატომღაც მოსახლეობის დიდი ნაწილს არც აქ ხომ წარმოიდგინე რომ ხელა სიმკაცრე უკვე არსებობს აი გავამკაცოთ ხომ სულ ეცინება რომ 20 წელი რო წერია და რაღაც ესეთი და სამუდამოები ის რა ხარ დახრეტავ ადამიანს ხო ანუ ესეც კი არ გვაქვს გადააზრებული რომ როგორ ესა შენს მეგობარზე ახლობელზე ან თუნდაც ჩემ თავზე ამ ნაწილში დარდობ და უცბად ხვდები რომ ამ დარდის საშუალებით ჩემოდის პოლიციელი და აქ ვერ შეგვაქვს გარდატეხვა რომ თუ შენ
გაგაჩნია მინიმუმი ტიპის ემპათია, თუ შენ მინიმუმ მაინც დადობ შენ ადამიანზე, შეუძლებელია შენ მათ ასაკურნცროთ გინდოდეს პოლიციელი. მე რიწევს იმას, რომ პოლიციასთან მიმართებაში და რაღაცას მალავს. მე ეს ნარკოტიკი ბერად უფრო საშიშრეებში ჩადის. მე იქ ფული კეთდება. მე ფულის კეთების ბრალდებით აგერ ვიღაცები თავს იკლავენ და ამბობენ, რომ მაბრალებდნენ იმას, რომ ბარიგობდიო და რიჟვაძის кейსი აგერ შეგვიძლია გავიცნოთ. საგამდე მივიდა ეს ამბავი, ხო? ესე ტიპის პრიმამდე ჩადიხარ. მე საუბრობ თან თავს ვიტყვი და თვითონ რაღაცა შველით. მე მესხრო აღარ არსებობს ოჯახი ხომ არ არის ამას სადაც რაღაც ვიღაცა მაინც ნარკოტიკთან რაიმე ტიპის ურთიერთობა არ ქონია და მთელი ერი გადადის ფარისევლობაში. ვთქვათ, ფარისევლურად მე ვაგზავნებთ ამ ცხოვრებას, ვაგერდევს ეს პრობლემა, ვიცით და ამ პრობლემას შემოწმებაში გვინდა რომ დაიჭერენ, ხო შენ თუ დაგიჭერენ დიდად არ გინდა, არ შენი ახლობელი არ გინდა, მაშინ გახსენდება, როცა მათ იჭერენ. მე ამ დაჭერილზე მოდის არჩევნები, არჩევნების მოდის ხელისუფლება და ადამიანებით ვაჭრობა მიმდინარეობს. რა მონად ვაჭრობა. ეს არის ხოშო შენ გიმონები. ყველაზე ბინძური ნაწილი ამით რომ ჩვენ ხო ვაღიარებთ რომ აი როცა რამდენიმე შეიძლება დავყოთ ხო ნარკომოხმარება ხო ვიღაცა მარტივ ანუ მაგრამ ყველაზე ძიმე შემთხვევებში რომ ვილაპარაკოთ ვისაც პრობლემა აქვს მართლა ხო და მოქმედებს მათზე იმდენად რომ სოციალურ ცხოვრებაში აღარ აქვთ ამის გამო ხო ამ ადამიანების გამოყენება ხდება ყველაზე მეტად ხო მათი დაჭერა მე რომ ვაჭრობა რომ არჩევნების წინ გამოგუშვებ თუ არ ხმას მომცემ ხო აი ეს რამდენიმე ხელი ერთი როცა მზელავთ არის ნო გამოუშვა და მის ოჯახის წევრებს აძალებ ხმების მოტანას მეორე როცა თვითონ ყავთ უბანში გაშვებული ინფორმატორებო და თვითონ ყავთ უბანში კოორდინატორებად ქცეული მეტადონის პროგრამიდან ჩაბული ადამიანი და მესამე მაგალითად დახვედრები რო იყოს მე ორი ადამიანი დამახვედრეს იმიტომ რომ დამარტყეს ის კარგად ის ელექტროშოკით ფხიზლებს ისინი ნამდვილად არ გავდენიგ და დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთი ამბავით ისინი მიფრინული ყავდათ ნარკოტიკის თემა იყო რომელიც აღარც გამოიძა მე ვინც და პოლიციის იმოხდეს თავდასხმა პოლიციას არც გამოუძიებია დღემდე ის ადამიანები კარგად არიან თავისთვის არ ვირჩი მე ამ ნაწილში სულ არ მინდა მაგის გამო ვინმე ისინი დაიჭირონ მაგრამ ის ადამიანები ვინც ქუჩაში აქ საცემახდებოდნენ ხალხს მათი უდიდესი ნაწილი ამ ნარკოპოლიტიკის მიერ დაშინებული ყავდათ მე აქ მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ იმაზე რა უნდა იყოს სინამდვილეში ხო აი მათ შორის ამ ადამიანების ჩვენი მოქალაქეების საწუხარსაც რო უპასუხოთ ხო ანუ ეხლა ამაზე პასუხი ვერ იქნება რომ მიუშვათ და რაც იქნება იქნება ხო არ არის ეს პასუხი ამას არსებობს რაღაცა გამოცდილებები მიუშვათ რაც იქნება კი ბატონო რაღაც დროს შეიძლება რამდენიმე 10 წელი დაჭირდეს ან მეტი მაგრამ დაждდება ხო რაღაც პროცენტზე ეს მოხმარების რაოდენობა მაგრამ ამას ადამიანებს შეეწირებენ ამის ნახვა ადამიანებს არ უნდათ არ არის ჩვენი სოციალური კონტრაქტის ნაწილი ჩვენი სოციალური კონტრაქტის ნაწილი მე ასე უყურებ საქართველოში არის ის რომ ჩვენ ამ თემაზე უნდა ვიზრუნოთ როგორ უნდა ვიზრუნოთ ამ თემას ხო ნუ მივხვდათ სოციალური მე რავი ჩემი ხედვა მაქვს ჩემი იდეა მე მოვითხო ყველაფერს მივიღებ ბევრს მივიღებ ცოტას ამიტომ მე ამ ნაწილში ხოლმე ცუდი რესპონდენტი ვარ არ ვარ კომპრომისული იმიტომ რომ ვიცი რომ აქეთ ხარეს პირიქით უამრავი ადამიანია რომელიც ძალიან დრაკონულ ნარკოპოლიტიკას მოითხოვს იმის იქით ჩვენი ზოგადად ხედვა იყო ხოლმე რომ ციხე რამენერად მოაშოროთ ამ ამბავს რა შეიძლება სხვადასხვა ტიპის რეგულაციები არსებობს რომელთა მიმართებაში ჩვენ რაღაცის პრევენციაზე ქონდა შენი წარმოდგენა და პოლიტიკა დააშენო მაგრამ რამენაირად ციხე გამოვაცალოთ ციხე იყოს ადამიანის რომლებიც არიან დამნაშავეები რომლის ქმედება სხვა ავნოს როცა შემაქმედება მხოლოდ ჩემი თავი ან რაღაცნაირად ავნო ამასთან მიმართებაში ციხე არ იყოს გამოსავალი ზოგადად ეს ხედვა რომ ყველაფერთან დავიჭიროთ ციხე ვერ ვიაზროთ რომ ადამიანს ერთი ცხოვრება აქვს და რამხელა რამე სუნებს როცა მათ ციხეში უშვებთ. ამიტომ იმის მიქეთ თუ რამე მსჯელობა იქნება მსჯელობა უნდა იყოს როგორ შეიძლება ამ საკითხში რაღაცნაირი სტიმულები დაარეგულიროს ისე რომ ციხე არ იყოს თავარი გამოსავალი და პოლიციელი რომელზეც დაშენებული იქნება მე რაღაცა თელეს ბარიგოვდი სისტემა რასაც ესე ქვია და მაგას ქვია ისე რომ მე ვიღაცას თალაგდება და მე გადადის კრიმინალის ხელში და მე კრიმინალში სასწაულები ხდება მაგრამ ამ კუთხით ეხლა საერთოდ რაღაცა უნდა ვსვათ არ ვიცი რაღაცა პროცესია ჯერ ჩერებიდან ამას აშკარად გეზია არა ხო ეხლა ჩვენ გადავედით იმაში რა როგორ შეიძლება იყოს დისკუსია მაგრამ ამ თვითონ რაც ხდება ხა ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურად რამეზე ზრუნვასთან ხო ეს არის ნაცადი გზა მოდი გამოვიჩინოთ თავი აბა დავიჭიროთ თან უღოდ ამ ყველაფერს ზევოდან დავადოთ რომ აი გამოვაჩინოთ რომ აი ოპოზიციის ხარდამჭერი ვინც არის იმათ მივადექით სახლებში აი ნარკომანები უჭერენ ოპოზიციას ხარს აი უხეშად რო თქვათ ამ კამპანიას ატარებენ ეხლა მანამდე იყო რომ გეები არიან ყველანი ხო მანამდე იყო რომ სადარბაზოებთან დახვედრა იყო მაგრამ ტელეფონზე რა ქვია ანუ არა ეს არის აი როგორ მოგადგებია ხო ეხლა არის ის რომ ყველანი არიან ნარკომანები კი ბატონო და ამას ეხმარება ის რომ ემპათია დაბალია საზოგადოებაში ამ კუთხით მე უბრალოდ ადამიანი უცემენ და ნაცემი ადამიანთან მიმართებაში მაინც ადამიანს იქ დონეზე არ ვარ მისული რაც ემპათია არ გაუჩნდეს მაგრამ ადამიანები გადავიყვანეთ ნარკოლოგიაში მე რაღაც ნარკოტიკი ამოგდა ის შესრულებულია ხალხის თვალში და მე ეს თუ გინდა რის გამოც გინდა დაიჭერს მოკლედ ეხლა ორი დაჭერის მექანიზმი არის მოფიქრებული ერთი არ არის ცოტა ისეთი ადამიანები ძალიან დიდი გავლენიანებისთვის
რომელიც ამემართებაში ხაზ არალა დაიჭირეს მოსაწევზე სასაცილო იქნება, ამიტომ რაღაცნაირად ეგეთ ტიპის ხალხს ჩემი აზრით იარაღი იქნება გათვლილი აწი და სხვა დანარჩენ ადამიანებთან მიმართებაში იქნება ნარკოტიკი გამოყენებული და ეგეთ ტიპის საქართველოში გავიღვიძეთ. თუმცა მოდი ცოტა მეორე კუთხიდან შევხედოთ. ეს მე უწოდებდი ამას, ალბათ ესეც იყო ბოლო წლებში de facto თვალის დახუჭვის პოლიტიკა ურბანულ ცენტრებში. აი ესეც შეიძლება რომ მაინც იყო ხო ეს შერჩევითად, მაგრამ თვალის დახუჭვის პოლიტიკა ერქვა, რაც ხდებოდა. მაინც ეს იყო იმ კონტრაქტის ნაწილი, რაც ივანიშვილს ჰქონდა თავის ამომრჩეველთან. იმიტომ რომ ეს ხალხი მათ უჭერდა მხარს სწორედ იმის გამო, რომ ესეთი გარემო იყო და აღარ ჭირდება ეს კონტრაქტი. კი ბატონო, ეს კონტრაქტი თქვენ ვერ შეირგეთ. თუმცა ეგეთი გაჩნდა გურბანულ ნაწილში არჩევნები კაფიო წააგო და ამ ხედვის ამით მიდის დასჭა, რომ ეხლა თქვენ განახებთ, რომ დამოდიხართ ამ აქციაზე, როგორი იყო პერიოდი, როცა მოსაშარდად გადაყავდით. ეთყობა თქვენ ეგ რაღაცა დაგავიწყდათ და რაღაცა მგონია, რომ აი ამ შურიზებულ იმაში ჩააჭერენ პირიქით, რაც მე მგონია შეცდომა, მაგრამ ხა თუ ესენი მხოლოდ ისე დაყვნენ, რომ რაღაცნაირად გადაცემიდან გასულ ადამიანებს გაყვნენ და ის პოლიტიკაშია ჩარეული და Facebook-ზე პოსტავს და ისე თქვა ბოლომდე მიუშვეს და იგივე პოლიტიკა დატოვეს, შეიძლება ამ კუთხით გამოძენ, მაგრამ თუ ამან ისეც პოლიციას როცა მიცე მაგის უფლებას ვიღაცების გადაყვანა შეგიძლია ის პოლიციელკო თვითონაც რაც არ უნდა ქენდა. ხო, იმას ვერ ვარ გააკონტროლებ ხა იგი გაყვება და ამ ხალხს თავს შეაძულები. ზოგადად სახელმწიფო მაშინ რაღაცა და აღარ მოგწევს, როცა ყოველთვის პოტენციურ დამნაშავედ გიყურებს. თქვა ხადრობა არც მოსად არაფერი არ კონდეს მიღებული და გადაგიყვანა და მე გიშვებს შენ გაცეკ ხო ის პოტენციურ დამნაშავედ გიყურებს და ჩვენ ეგეთ სახელმწიფოს ძალიან მიგვაჩვენეს რა წამედია სანამეტროში ჩახარ იქ რო ვიღაც ხდება გჭხრეკს თავიდან ბოლომდე ფოტოს გიღებს რატო იმიტომ რომ რაღაცნაირად უკვე ბავშვი საქართველოს დროში არ გიხარ თუ კაცი ხარ ასე თუ ბიჭი ხარ ჯერ ესეთი მედგომა აქვს მეტად ну აქციების დროსაც გოგოებზეც იყო მაგრამ იმის იქით უბანში ეს რაც ბიჭი გაჩერებენ გჭხრეკავენ ფოტოს გიღებენ აგრეთვე გლაპარაკებთ თავს გზობ პოტენციურ დამნაშავედ მეტროში ჩადე ხელზე გიყურებ ხო არ ფრირაიდერო ამოდიხარ გაგაჩერებენ გადაგიყვანენ ზოგადად პოლიციას რო ხედავ და ხარ დადებითი განცდა კი არ გიჩნდება რომ ის ჩემს საშუალად არსებობს ზოგადად პოლიციაზე განცდა რომ ის სულეჭვის თალით მიყურებს და რაღაცა ნეგატიური განცდას იწევს ხო იმას თავი გავანებოთ რომ რა ქუჩაში ადამიანს ხვდებოდნენ იქით იყვნენ უშტენენ თავისთვის არც იყურებოდნენ თვალებზე ხელს იფარებდნენ ოღონ არ დაინახათ შენზე როგორ ზალადობდნენ ვიღაც ჩაულებრივი ტიტუშკები ხო და ეგ არის ახლა თავარი პრობლემა მე მაინც ის მაწუხებს რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი ღელავს ასეც ეკითხებს და ძალიან დიდი ნაწილში მიდიხარ კვლევებში და მიხვდებს რომ ტერიტორიული ცვლილებები აქვს შელახული ეკონომიკური კრიზისი 1000 რაღაც არსებობს პრობლემა თავარი პრობლემად ამას ისახავენ და ხელისუფლებისათვის თავარი დაკეთვა არის ის რომ ვიღაცებს თავი დაჭერით სისხლი განახეთ დაჭერები განახეთ და ამ კუთხით დაჭერები სამწუხაროდ ხალხს უყვარს ეს ათამამის ხელისუფლებას